მოგესალმებით. ვაგრძელებ მოგზაურობას საქართველოში და ამჯერად შიდა ქართლიდან გადმოვიდანცვლე სამცხე-ჯავახეთის მიმართულებით. მართალია სამცხე-ჯავახეთში უკვე არაერთხელ ვიმოგზაურე და არაერთი საინტერესო ადგილი მოვინახულეთ, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სამცხე-ჯავახეთი უმდიდრესი რეგიონია თავისი მრავალფეროვანი ღირსშესანიშნაობებით, დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთ გადაცემას ჩავწერთ. ზოგადად, როდესაც მოგზაურობას გვეგმავ, რომელიმე გეოგრაფიულ არეალს ვირჩევ. არც ეს მოგზაურობაა გამონაკლისი და ამჯერად ადიგენის მუნიციპალიტეტში ვიმოგზაურებთ. შევარჩიეთ ციხესიმაგრეები, ძალიან საინტერესო ეკლესიები. მე მზად ვარ, ამიტომ მშვენიერია, მოკლედ დავიწყოთ სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობა. ჩემს დღევანდელ სამოგზაურო მარშრუტში პირველ რიგში ერთი განსაკუთრებული ისტორიული მნიშვნელობის და არქიტექტურული სილამაზის ძეგლი უნდა მოვინახულო. იქ რამდენიმე წელი არ ყოფილვარ, ამიტომ ერთი სული მაქვს ვნახო. გზის ზოგიერთ მონაკვეთზე, სადაც მზისხევებს ჯერ არ მიუღწევია, მოყინულია, ამიტომ სიფრთხილით გადავაადგილდები. ახლა მოდი, არა მხოლოდ სამცხე-ჯავახეთში, არამედ მთლიანად საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ და ულამაზეს ტაძარში, რომელიც არის ზარზმო. პირველად ამ ტაძრის შესახებ ვიგებთ მე-10 საუკუნის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებიდან, რომელიც არის სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება. ის მის მიშვილს ბასილ ზარზმელს დაუწერია მე-10 საუკუნის 20-იან წლებში. ეს ტაძარი განსაკუთრებულია იმით, რომ კარგად ასახავს იმ პერიოდის საქართველოს ხუროთმოძღვრებას. განსაკუთრებით კი უნდა აღნიშნოთ აქ არსებული ჩუქურთმები, რომლებიც სარკმლებს და კარებს აკრავს გარშემო. ამასთან ჩვენ ქართველებს არ გვიკვირს კედლის მხატვრობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზარზმის კედლის მოხატულობა ერთ-ერთი ულამაზესია, რაც გოდესმე მინახავს საქართველოში და დარწმუნებული ვარ ამაში, თქვენც დარწმუნდებით, როდესაც შეგინჩევალთ მოვილოცავთ და რა თქმა უნდა თქვენს გაჩვენებთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრადიციულ ბიბლიურ სიუჟეტებს დაემატა პორტრეტებიც და გამოსახული არიან კედელზე როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. ზარზმა მდებარეობს ისტორიული სამცხის ქვაბლიანის თემში. სერაპიონის დროინდელმა ტაძარმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. ტაძარი ხელახლა აგებულა მე-14 საუკუნეში. საინტერესოა ტოპონიმ ზარზმას წარმოშობა. თქმულების თანახმად, სერაპიონს და მის ძმა იოანეს გარშემო არსებული სოფლის წარმართი მაცხოვრებლები უფლებას არ აძლევდნენ ტაძარი აეგოთ. სერაპიონი მათ აფრთხილებდა, თუ აქ ეკლესიას არ ავაშენებ, სოფელი განადგურდებაო. ერთ ღამესაც სასწაული მოხდა. მიწა იძრა, კლდე გაიპო და მღვრიეტობა გადმოვიდა, რამაც დაბა და წისქვილი წაიღო. სერაპიონის წინასწარმეტყველების ახდენით შეშინებულმა და თავზარ დაცემულმა მოსახლეობამ ამ ადგილს ზარზმა უწოდა. ტაძრის კედლის მოხატულობა მართლაც უნიკალურია და რაც მთავარია, ძალიან კარგადაა შემორჩენილი. როგორც უკვე გითხარით, აქ გამოსახულნი არიან საერო პირებიც. კერძოდ, სამცხის ფლობელი ჯაყელები, სარგისი, ბექა მანდატურ თუხუცესი, სარგის მეორე, ყვარყვარე და ასე შემდეგ. აგრეთვე მე-16 საუკუნის ისტორიული პირები, იმერეთის მეფე ბაგრატ მესამე, სერაპიონ ხურციძე და სხვა. ტაძრის თითოეული მონაკვეთი მოხატულია და უნიკალურ შესრულებასთან ერთად ლამაზი და შთამბეჭდავია. ტაძარში მზის სხივები ისე იჭრება სარკმლებიდან, თითქოს აქაურ გარემოს ასხივოსნებს და ეს ამაღლებულ განცდას ტოვებს. ბასილი ზარზმელი თავის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში გვაწვდის ინფორმაციას ამ მონასტრის წარმოშობის შესახებ. როგორც ისევ გვიყვება, მინიშნებამ და სასწაულებამ აიძულეს ბერები მონასტრის ასაშენებლად შეერჩიათ ერთი უდაბური და ტყიანი ადგილი. სწორედ ეს შემაღლებული ადგილი შეარჩიეს ეკლესიის ასაშენებლად და დროთა განმავლობაში უკვე გარშემო გაჩნდა დასახლებებიც. გარდა იმისა, რომ ულამაზესი ეკლესია როგორც ჩინგენი ისე გარედან, უნდა აღნიშნოთ აქ არსებული სივრცეც, რომელიც ძალიან კარგად არის მოწყობილი და დათვალიერების და მოლოცვის შემდეგ შეგიძლიათ გამოისეირნოთ, ჩამოსდეთ და განეტვირთოთ. ასევე უნდა აღნიშნოთ, რომ ძალიან კარგი ხედები იშლება გარშემო არსებული მთებზე. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ზარზმის მონასტრის სამრეკლო, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართულ ნაგებობათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. ზარზმის ახალ მფლობელებს, ხურციძეებს
1577 წელს ეკლესიის ძველი მოხატულობა ახლით შეუცვლიათ. ამავდროულად სამრეკლოს პირველ სართულს თაღები ამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესია დაქციეს. შემდეგი დანიშნულების ადგილი ძველ სამცხე საათაბაგოში, ადიგენის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ეს ოქროს ციხეა. როდესაც აქ მოსვლას გადაწყვეტთ, რუგა ორ მარშრუტს შემოგთავაზებთ. ერთს სოფელ ბოლაჯურის გავლით, მაგრამ უმჯობესია თუ სოფელ ზემო ენთელის გადასახვევიდან ახვალთ. გზად რამდენიმე დასახლებულ პუნქტს გავდივართ. როცა აქ რამდენიმე წლის წინ ვიყავი, როგორც მახსოვს, ბოლოსკენ გზა ფუჭდებოდა. ახლა არ ვიცი რა მდგომარეობაა. სადამდე შევძლებთ მანქანით მივალ. შემდეგ კი ფეხით ვილაშქრებ ციხესიმაგრისკენ, რომელიც უზარმაზარ კლდოვან მასივზეა გადაჭიმული. იქიდან გამომდინარე, რომ გზა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია ფიზიკურად. ვერ ამოვიდოდით, ამიტომ აღარ გაურისკეთ. მანქანით ასვლას გავაჩერეთ და ახლა უკვე ფეხით ავალთ. თუ სწორად მახსოვს, 20 წუთში უნდა ავიდეთ უკვე ციხესიმაგრესთან. იქიდან გადმოვხედავთ მთელ ხეობას. იმედია სწორად მახსოვს. როდესაც გზას მივუყვებით, რთული აღსაქმელია ციხესიმაგრის მასშტაბი და სილამაზე, მაგრამ მასთან მიახლოებასთან ერთად ნელ-ნელა ჩნდება მისი სიდიადე. ზუსტად 20 წუთი დამჭირდა, რომ აქ ამოსულიყავი, სადაც უკვე ნიშნულიც ხდება და ვიგებთ, რომ მოვედით უკვე ფაქტობრივად ციხესიმაგრესთან და აქედან უკვე ძალიან მალე მივალთ უშუალოდ ციხესიმაგრის ტერიტორიაზეც. იმის გათვალისწინებით, რომ აქ რელიეფი საკმაოდ მოსწორებულია, შეგიძლიათ ამოხვიდეთ კარვებითაც, დარჩეთ, ღამეს გაათენოთ, ან უბრალოდ რამდენიმე საათით მოხვიდეთ და პიკნიკოთ ამ მართლაც გამორჩეულ და ლამაზ ადგილზე. ამ ნიშნულიდან ვიგებთ, რომ ახლა ზღვის დონიდან 1716 მეტრზე ვიმყოფებით და დაახლოებით 150 მეტრი უნდა გავიაროთ, რომ უშუალოდ ციხესიმაგრის კარიბჭეს მივადგეთ. მართალია ახლა ქურთუკი არ მაცვია, ვინაიდან საკმაოდ კარგი ამინდია და მზეში არცივა, მაგრამ გარშემო იგრძნობა ზამთარი. გარდა იმისა, რომ მთები თოვლით არის დაფარული, ასევე ფერდობებზე შეფენილია თრთვილი და ერთმანეთს ძალიან უხდება ოქროსფერი გარემო, დათოვლილი მთები და რა თქმა უნდა ეს ბუმბერაზი ციხესიმაგრე, რომელთანაც უკვე ახლა ავხთ. დაახლოებით 5 წუთიანი სიარულის შემდეგ მოვედით უკვე შესასვლელში და ეს ადგილი რამდენიმე მიზეზით არის განსაკუთრებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საკმაოდ დიდი ციხესიმაგრეა და შეეძლო ძალიან ბევრი ადამიანი შეეფარებინა, მის მშენებლობებსაც უნდა გაეთვალისწინებინათ ის, რომ ალყისთვის საკმაოდ დიდხანს გაეძლოთ. ამიტომ მოიფიქრეს ასეთი რამ. სანამ მთავარ კარში შეხვალთ, დაგვხვდებათ ასეთი დამატებითი თავდაცვითი ზღუდე, რომელიც 2 მეტრის სისქისაა და ამას ჰქონდა ორი მნიშვნელობა. პირველ რიგში, რაც უნდა მრავალრიცხოვანი ყოფილიყო მტრის ჯარი, ეს ზღუდე მათ საშუალებას არ მისცემდა, რომ ეს რიცხობრივი უპირატესობა გამოეყენებინათ, აქედან გამომდინარე, მხოლოდ მცირე რაზმებით თუ ამოვიდოდნენ აქ. მეორე შემთხვევაში ძალიან გაუჭირდებოდათ ტარანით კარიბჭის შენგრევა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. თუ მტრის რაზმები მაინც მოვიდოდნენ უშუალოდ ამ ტერიტორიაზე, 10 მეტრიანი გალავნის თავზე არის დამატებითი თავდაცვითი საშუალება. ერთგვარი კუპრსადენი. გადმოაცხავდნენ კუპრს და კარგი ბედი არ ეწეოდათ აქ მოსულ ჯარისკაცებს. გარდა კუპრისა, ზემოდან აყრდნენ ქვებს და არც მშვილდისრებს აკლებდნენ მტერს. უნდა აღვნიშნოთ ციხესიმაგრის რამდენიმე თავდაცვითი ზოლი. ეს შესასვლელი ციხესიმაგრის ჩრდილოეთით მდებარეობს
დარჩენილი ბუდეები მოწმობს, რომ აქ ორფრთიანი კარი იყო. საკედად უზარმაზარი ურდული ჰქონდათ. თუ მაინც შეაღწევდა მტერი ციხის შიდა ტერიტორიაზე, თავდასხმელს მაინც ბევრი დაბრკოლება გადაეღობებოდა წინ. ციხესიმაგრის მცველებს ცალკეულ კოშკებში შეეძლოთ გამაგრება, რაც მის აღებას 1 ორად ართულებდა. ჯაყელების საგვარეულო სამცხეს საუკუნეების განმავლობაში აკონტროლებდა, კერძოდ მე-11 საუკუნიდან მე-16 საუკუნის ჩათვლით. და ოქროსციხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეთაგანი იყო, მათ შორის რაც ჩვენ მოგვინახულებია, როგორც არის ასპინძის, ხერთვისის თუ აწყურის ციხესიმაგრები, რომლებიც ერთიან თავდაცვით სისტემას წარმოადგენდა. ოქროსციხის აშენების ზუსტი თარიღი არ ვიცით. სავარაუდოდ ის მე-13 საუკუნის ბოლოს ან მე-15 საუკუნის დასაწყისში აშენდა, სამწუხაროდ უფრო ადრინდელი წერილობითი წყაროები არ მოგვეპოვება. ოქროსციხეს მთელი თავისი არსებობის განმავლობაში მნიშვნელოვანი სტრატეგიული დატვირთვა ჰქონდა. მათ შორის ის აკონტროლებდა ახალციხიდან ბათუმისკენ მიმავალ გზას, ასევე გარშემო არსებულ დასახლებებს. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ძალიან კარგი ამინდია, გვაქვს შესაძლებლობა დავინახოთ არც თუ ისე შორს არსებული ერუშეთის თოვლიანი მთები. უკვე ციხის შიდა ტერიტორიაზე ვიმყოფები, ამიტომ ახლა ვეცდები მაქსიმალურად ყველაფერი დავათვალიერო, რა თქმა უნდა თქვენთან ერთად. ოქროს ციხიდან შესაძლებელი იყო მნიშვნელოვანი გზებისა და ტერიტორიების კონტროლი. ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს იყო, რის გამოც მტერს მისი აღება სურდა. ციხესიმაგრეს არაერთი შეტევა უნახავს და ბევრი მომძლავრებული ალყისთვისაც გაუძლია. განსაკუთრებით მე-15-მე-16 საუკუნეებში, თურქების მომძლავრების დროს. ამ პერიოდში ოქროსციხე დიდ როლს თამაშობდა მესხთა თავდაცვის საქმეში. ციხის მდებარეობისა და სიმტკიცის გამო ალყასაც დიდხანს უძლებდნენ. ოქროსციხე ხშირად იხსენიება ეგრეთ წოდებულ მესხური დავითნის ქრონიკაში. მე-16 საუკუნეში, რომელშიც სამცხის სამთავროს არსებობის ბოლო ხანების ამბებია მოთხრობილი. ოქროსციხე აშენებულია კლდოვან ფერდობზე, რომლის ჩრდილოეთ გალავანი მიუყვება კლდეს და ორივე მხარეს დაბოლოებულია კოშკით. რაც შეეხება ციხის შიდა ტერიტორიას, ის ტერასულად განლაგებულია ფერდობის სამხრეთ კალთაზე. თითოეულ ტერასაზე კლდეებს ავსებდა გალავნები, ერთგვარად შესულხორცებული იყო ისინი ერთმანეთთან, რაც ამ ციხესიმაგრეს რთულად მისადგომად და ძნელად ასაღებად აქცევდა. დღეისთვის როგორც გალავანი, ისე კლდეების დიდი ნაწილი ჩამოშლილია, მაგრამ ამის მიუხედავად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ როგორ გამოიყურებოდა ის წარსულში თავის ზეობის ხანაში. სახელზეც გეტყვით, რამდენიმე ვერსია არსებობს თუ რატომ ქვია ამ განსაკუთრებულ ციხესიმაგრეს ოქროსციხე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ლოგიკური და მისაღები არის ერთი ვერსია. იმ პერიოდში, როდესაც მზიანათებს ამ ციხესიმაგრეს განსაკუთრებით კი შემოდგომაზე, მას დაკრავს ოქროსფერი და შორიდან მართლაც ოქროსციხეს გავს. ციხის გეგმა რთულია, დონე ყოველ ნაბიჯზე იცვლება. კედლები კლდეებთანაა შეზრდილი. მათი საძირკვლის ხაზი აღმა-დაღმა მისდევს კლდეებს. კედლები უხეშად დამუშავებული ლოდებითაა ნაშენი და ზოგან 10 მეტრზე მეტ სიმაღლეზეა შენარჩუნებული. ბევრი ქარცეცხლი გამოიარა. კედლები ბევრგან ჩამონგრეულია. მიუხედავად ამისა, ოქროსციხე ისევ დგას და გადასცქერის მთელ ხეობას, თავისი თვალის მომჭრელი ბრწყინვალებით. ოქროსციხიდან ფეხით დავბრუნდი მანქანასთან და დავიძარი სოფელ უდეს მიმართულებით. გადასახვევი ზემო ენთელის მოპირდაპირედ მდებარეობს. ამიტომ მთავარ გზას გადავკვეთთ და დაახლოებით 15 წუთში მივალთ სოფლის ცენტრში.
ახლა მოვიდით სოფელ უდეში, რომელიც ერთ-ერთი უძველესი სოფელია და ამავდროულად უმდიდრესი. განსაკუთრებით ხუროთმოძღვრების კუთხით, ვინაიდან 100 მეტრის რადიუსში 3 ეკლესია, რომელთაგან ახლა ვიმყოფები ყველაზე მასშტაბურში, რომელიც არის უდეს ღვთისმშობლის მიძინების სამონასტრო კომპლექსი. პირველი მართლმადიდებლური ტაძარი აქ მე-9 საუკუნეში აშენდა. საუკუნეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, არაერთხელ დაზიანდა, შეაკეთეს, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული პერიოდია მე-20 საუკუნის დასაწყისი, კერძოდ 1904-1906 წლები, რა დროსაც აქაურმა კათოლიკე მოსახლეობამ მართლმადიდებლური ტაძარი გადააკეთა კათოლიკურად. მოგვიანებით, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა და აღმოჩნდა საბჭოთა კავშირში, კათოლიკე მღვდელი დააპატიმრეს, აქ ლოცვა აიკრძალა და ეს ტაძარიც საწყობად აქციეს. თუმცა გადარჩა ლურდის ღვთისმშობლის ქანდაკება, რომელიც კათოლიკეებისთვის ძალიან წმინდა რამ არის. გეტყვით მის შესახებაც, ეს ამბავი უკავშირდება სამხრეთ საფრანგეთს, თქმულების მიხედვით 14 წლის ბერნადეტას გამოეცხადა ღვთისმშობელი, საიდანაც შეიქმნა ეს ქანდაკება და ეს ადგილი გარდაიქცა სასწაულ მოქმედად. კათოლიკე მრევლი ჩადიოდა და იმკურნებოდნენ. აქედან გამომდინარე, ის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კათოლიკე მრევლისთვის და მთელ მსოფლიოში გავრცელდა, მათ შორის საქართველოშიც. მალევე იძულებული გახდნენ კათოლიკე მოსახლეობა, რომ აღნიშნული ქანდაკება წაიღოთ ტაძრიდან და სხვადასხვა ოჯახში ინახებოდა. ეს ტაძარი სხვა მართლმადიდებლური დანგრეული ტაძრების მასალით აშენებულა. ძველი ეკლესიის ნაშთების ნახვა ტაძარში განლაგებულ სპეციალურ შუშის ვიტრინაში არის შესაძლებელი. სამწუხაროდ, ძველ ტაძრებზე ბევრი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. მას შემდეგ, რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღადგინა, ეს ტაძარი მართლმადიდებლურ ეკლესიას დაუბრუნდა. დღეს აქ ანთიმოზ ივერილის სახელობის მონასტერია. გადაღებისას ტრაპეზზე შეგვიპატიჟეს და გულთბილად გვიმასპინძლეს, რისთვისაც დიდ ვალდობას ვუხდი წინამძღვარ მამა გრიგოლს. როგორც გვაღვნიშნე, როგორც სოფელ უდეში ისე გარშემო უამრავი ტაძარია, მაგრამ რუკაზე თვალიერებისას აღმოაჩინე ერთი ეკლესია, რომელმაც ძალიან დამაინტერესა და ახლა აქ ვიყოფები. ეს არის სოფელი არალი, რომელიც უდეს გვერდით მდებარეობს და მანქანით რაღაც 5 წუთი დამჭირდა აქ მოსასვლელად. საქართველოში ძალიან ბევრ ტაძარში და ეკლესიაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი რამ არსად არ მინახავს. ამ ტაძარს ქვია ირმისა. და თავისი ლეგენდა უკავშირდება ამას, თუ რატომ დაერქვა ეს სახელი. ბევრი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ ერთ ლეგენდას წავაწყდ და თქვენც გაგიზიარებთ. თურმე ამ ტერიტორიაზე ძალიან დიდი ტაძარი ყოფილა და რა თქმა უნდა, მრევლი ყოველთვის აღნიშნავდა მნიშვნელოვან დღესასწაულს, მათ შორის იყო აღდგომაც. ლეგენდის მიხედვით, როდესაც მრევლი აქ შეიკრიბებოდა და აღდგომის დღესასწაული დადგებოდა, ყოველ წელს ირემი მოდიოდა და ეს ნიშანი იყო, რომ ეს ირემი მსხვერპლად შეეწირათ ქრისტესთვის. ერთ-ერთ ასეთ აღდგომის დღესასწაულზე ირემს დაუგვიანია, მაგრამ საბოლოოდ ირემი მაინც გამოჩენილა, ოღონდ უთხოვია ხალხისთვის, რომ ჯერ არ მომკლათ წყალი დამალევინეთო, თუმცა ხალხმა მას არ მიაქცია ყურადღება და ის მშობლად შეწირეს. ამით გამწერებული ირემს ერთი ფრაზა წარმოუთქვამს, რომ ამ ტაძრის თავი დაღმა ყოფილიყოს, ხოლო ძირი აღმა. მართლაც ძალიან მალევე ეს ტაძარი დანგრეულა, რასაც აქ არსებული დანგრევებიც მოწმობს და მას შემდეგ დიდი ტაძარი აღარ აშენებულა. მხოლოდ მოგვიანებით აუშენებიათ ეს ეკლესია, რომელსაც შორიდან რომ შემეხედა, თუ არ გავითვალისწინებთ აქ არსებულ ჯვრებს, ვერც მივხვდებოდი, რომ ეკლესიაა. მართლაც როგორც გითხარით, ასეთი ეკლესია არსად არ მინახავს, შორიდან რომ დამენახა, ვერც მივხვდებოდი ეკლესია რომ იყო, რომ არ იყოს აქ ამდენი ჯვარი. გარდა ამისა, ჩრდილოეთის მხარეს არის ასეთი ხის ფიცრული მიშენებული, სადაც ხატებია დაბრძანებული
რისთვის გამოიყენება ან რატომ იაშენეს არ ვიცი. თუმცა მინდა გითხრათ რომ უამრავი ხატია. ასევე ჯვრებია ჩამოკიდული და სამწუხაროდ ტაძარში ვერ შევდივართ, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობა ამ ტერიტორიაზე შემოვიდეთ და დავათვალიეროთ. კარი გაგვიღეს და ტაძარი შიგნიდანაც ვნახე. მართალია, ეს კათოლიკური ეკლესიაა, მაგრამ ხედავ მართლმადიდებულ ხატებსაც. მართლაც საინტერესო ნაგებობა და ადგილია. ეზოში არის რამდენიმე საფლავი და ძველი ტაძრის ნანგრევები. როდესაც აქ ვათვალიერებდით, ადგილობრივი ბებო შემოვიდა, გაგვიღო კარი, დავათვალიერეთ ეს ეკლესია და ასევე დაგვიდასტურა ის ლეგენდა ირმის შესახებ. გამოვიდით ეზოში ისევ კლავ, სადაც არის ეს ქვის ტილა, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება და ასეთი თქმულებაც არსებობს, რომ მის ქვეშ არსებულ ხვრელში თუ გაძვრები, სრულები აგიხდებაო. მართალია ძირითადად ბავშვები ძვრებიან ხოლმე, როგორც გავარკვიე, მაგრამ მეც ვცდი, ჩავიფიქრებ სრულისაც და ნახოთ, რამდენად ამიხდება. თუ ამიხდება, გაგაგებინებთ მომავალში აუცილებლად. საკმაოდ ვიწრო ჩანს და არის კიდეც სრული არ დამოვიწყდეს. კი ბატონო. ეგ არის. აბა. გონი გამომივიდა. სანამ დღევანდელი მოგზაურობა დასრულდება, კიდევ ერთი ადგილის მონახულება მაქვს გეგმაში. არალიდან სოფელ პატარა ზანავამდე მისასვლელად, სადაც ზანავის ციხე მდებარეობს, დაახლოებით 40 წუთია საჭირო. ამ ადგილებს შორის, რაც ამ დროის განმავლობაში მოვინახულეთ, მხოლოდ ზანავის ციხე არ მქონდა ნანახი და მოვედი რომ შორდან შემიხედა და ალბათ ყველაზე კარგი დრო არის დღის ბოლო, როდესაც მზე ჩადის და ოქროსფერის სინათლე დახვება ამ ციხესიმაგრეს, ალბათ დამეთანხმებით მართლაც გამორჩეულად ლამაზი ციხეა. ეს ციხესიმაგრე დაშენებულია კლდეზე და ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ამ კლდის გაგრძელება იყოს და შორდან მართლაც შთამბეჭდავის შესახედაობა აქვს. საკმაოდ მიუდგომელი ციხესიმაგრეა და ერთ შეხედვით ეტყობა რომ ამ კლდის უდიდეს ნაწილი ჩამონგრეულია, შესაბამისად ასვლაც საკმაოდ რთული იქნება და დროც დასჭირდება, ამიტომ ამ ეტაპზე მხოლოდ შემოვიფარგლებ იმით, რომ შევხედო, დავტყვე და დრონის კადრებით უკეთესად დავათვალიერო. ფიქრობ, ამ მოგზაურობის საუკეთესო დასასრული სწორედ ეს არის. დღევანდელი გადაცემა აქ სრულდება. შემდეგ გადაცემაში კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში ვიმოგზაურებ. გამომყევით.